ქართული ოცნების პოლიტიკა სულ უფრო ძალადობრივი ხდება. არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მორიგ ფიზიკურ ანგარიშწორებას ჰქონდა ადგილი. ბათუმში გიორგი გახარიას ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელები არალეგიტიმური პარლამენტის ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე და სავარაუდოდ მსოფლიო ჩემპიონი და ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი არიან. იმავე ადგილას და იგივე პირები მანამდე თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც. ყოფილ პრემიერს სერიოზული დაზიანებები აქვს, მას სოლიდარობას უცხადებს მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ქართული ოცნება კი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშწორებად არ განიხილავს. ქეთი ნადიბაიძე არკოს მომხდარის დეტალებს მან მოისმინა შეფასებებიც, რომლებსაც პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. დავიწყებ პირველ რიგში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობით, როგორც ბათუმში კლინიკაში განუცხადეს მედიას, გიორგი გახარიამ პირველადი კვლევების შემდეგ კლინიკა დატოვა საკუთარი სურვილით და ის სავარაუდოდ უკვე თბილისში იმყოფება. მას აქვს სახეზე მოტეხილობა, ცხვირი აქვს მოტეხილი, ასევე ტვინის შერყევა, ეს არის ოფიციალურად დადგენილი სამედიცინო პერსონალის მხრიდან. თუმცა გიორგი გახარია არ დარჩა ბათუმის კლინიკაში და ის გვიან ღამითვე სავარაუდოდ დაბრუნდა თბილისში. მედია ველოდებით მის გამოჩენას ჯერჯერობით ის საჯაროდ მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ცოტა ხნის წინ დაწერა Facebook პოსტი, სადაც თქვა, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე კი ისაუბრებს. მოგვიანებით, რაც შეეხება ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასევე სახის არეში აქვს მას მიყენებული შედარებით მსუბუქი დაზიანება, მანაც გაიარა უკვე სამედიცინო მკვლევა, როგორც ეს ორი შემთხვევა ბათუმში სასტუმრო შერატონში რამდენიმე წუთიანი ინტერვალით მოხდა. ზვიად ქორიძე, რომელიც მარტო იმყოფებოდა ფოიეში, როგორც ის ამბობს და მცველს ელაპარაკებოდა ტელეფონით, ამ დროს მოხდა თავდასხმა მასზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გიორგი გახარიაზე, რომელიც ამავე სასტუმროში იყო, სავარაუდოდ ამავე სასტუმროს სტუმარი იყო და ფოიეში მოხდა ასევე თავდასხმა. ორივე ინციდენტის შემთხვევაში დასტურდება ქართული ოცნების ერთი და იგივე წარმომადგენლების სახელი და გვარები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატების დიმიტრი სამხარაძის, ვარლამ ლიპარტელიანის, რომელიცაც ახლა აქვს ეს სტატუსი, თუმცა ის საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არის სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა გიორგი მანველიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი. ამჟამად ის არის აჭარის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. როგორც ზვიად ქორიძე მედიას უყვება, ინიციატორი ამ ჩხუბის იყო დიმიტრი სამხარაძე, რომელიც მასთან მივიდა, ის იგინებოდა და მას მოჰყვა უკვე მის თანმხლები პირებთან ერთად უკვე ფიზიკური ანგარიშწორება და თავდასხმაც და როგორც ის ამბობს, სავარაუდოდ გაცილებით მძიმე იქნებოდა სურათი, რომ არა სასტუმროს დაცვა, რომელიც ჩაერია პროცესში და განიმუხტა ეს ვითარება, თუმცა რამდენიმე წუთში უკვე იგივე ჯგუფი თავს დაესხა პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელს და ლიდერს გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორც გიორგი გახარიას პირველი Facebook პოსტი, ასევე დაზარალებული ჟურნალისტის ზვიად ქორიძის განცხადება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად ვარ. დღეს პირველ რიგში უკანონო პატიმრებს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით. მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება რომ ეგიცნო ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და თორე ძალიან გასაგებია რომ ვიცნობ და შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება და მე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ და დავიწყო უკვე ყვირილი, რა თქვი შენ კოცებზე, ვის აგინებ შენ, მე ვთქვი ვინ კოცებზე, ვის ვაგინებ და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და რო დავინახე რომ უკვე აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე დავიხარე უკვე ლობისკენ, დაცვას ვთხოვე ხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, აი ამ დროს რაღაც ნივთი, არ ვიცი რომელიმე მათგანმა მე ვერ ამოვიცნობ ვერანაირად მომართა იქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა და აი რაღაც გარკვეული დაზიანებები არის, ის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში, იყო მუქარები,
ჩემი მისამართით მესმოდა ეს ხმა, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც უკვე ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე აქ სხვა სურათი, დაინახეს უკვე საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრამვებით გიორგი გახარია. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სასწრაფო დახმარების მანქანა ითხოვდა მის გადაყვანას. გამერხებულს ერთი რამე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გავიგებთ აუცილებლად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს ადამიანები აუცილებლად დაიჯებიან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები იყვნენ მანამდე დაესწრნენ ზვიად ქორიძეს, ნაცვლად მდგომარეობაში იყვნენ. გიორგი ხარია მარტო იყო და უბრალოდ ბევრი იყვნენ ხო. მაგრამ ეს არაფერი არ არის ხა ჩვეულებრივი რეჟიმია, ომია პირდაპირ მნიშვნელობით ამ ქვეყნისთვის. გამოძიება დაწყებულია ამ დროისთვის უკვე საგამოძიებო მოქმედებებიც, რომელიც რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო და ამის შესახებ ამბობს როგორც გიორგი გახარიას გუნდი, მისი თანაპარტიელები, ასევე ამის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ ჩვენი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სასტუმროს შერატონში, მათ დააფიქსირეს, რომ რამდენიმე საათის დაგვიანებით შემოავლეს ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილს, დანაშაულის ადგილს და არავის შეუშლია ხელი სასტუმროს პერსონალისთვის, რომ მანამდე დაესუფთავებინა მიმდებარე ტერიტორია, აწმენდილი არის სისხლის კვალი მიმდებარე ტერიტორიიდან და ეს ისე გააკეთა სასტუმროს პერსონალმა, რომ პოლიციას მისთვის ხელი არ შეუშლია. მედია ითხოვდა პოლიციისგან კითხვებზე პასუხს, რატომ არ დაიწყო დროულად საგამოძიებო მოქმედებები. ეს კითხვები ჯერჯერობით არის უპასუხოდ, ისევე როგორც არ ვიცით რა ხდება უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით. ეს არის მაღალი დონის სასტუმრო საერთაშორისო ქსელის, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების შესაბამისი სისტემით. დაგვიდასტურა კიდევ პერსონალმა, რომ არაერთი კამერა არის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩართული არის მუდმივად და სავარაუდოდ ამ კამერებზე არის მომხდარი გადაღებული, თუმცა ამ მომენტისთვის ამოღებული არის თუ არა ეს მასალები, ჯერჯერობით ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. მცდელობის მიუხედავად პოლიციისგან ამ შეკითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. ჩართულია ხო კამერები? ყველა კამერა ჩართულია და მუშაობს ჩვენს. რაც ის უფროსის საერთოდ არის დაცული ხო? არა, ამ მომენტში არა, როგორ ვარ ყავს, მაგრამ ახლა მისი დასვენების აბა კამერებთან არის შესული და პოლიციასთან ერთად უყურებს რა ვიქნებ? არა, მაგრამ ახლა მგონი მოვიდა, არ ვიცი, მე აქეთ ვიყავი, ახლა იქეთ თუ მისი კაბინეტი ამ ადგილზე არა. სისხლიანი პერიმეტრი დაგხვდა და მიმდინარეობს მოქმედებები, რაც საჭირო არის. პრეტენდენტი სად არის შემოხაზული სად? ხო ეს ზიხართ ამდენი რაც საჭირო არის ყველაფერი კეთდება. საგიმე დააკავეთ. დააკავებული არის. საგამოძიებო მოქმედებებში ხელია შეგვიძლია. კამერები ჩართულია, შეგიძლიათ დამიდასტუროთ. არ ვიცი, ამის შესახებ შერატონდნენ ჩვენი კამერები ხო არა? ხო, მაგრამ მოიყვეთ ხისა თანამშრომლებს, კითხეთ რა, რას გეუბნებიან, ჩართულია კამერა. ველოდებით ვენეთის ხო? ვიტო სამხარაძე, გიორგი მანოლიძე და ვარდნი კარტელიანი ამოცნობილები არიან. დაზარალებულებმა ამოიქცეს. ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები მინარევს. დაკავებული არავინ არის გამოკითხვაზე, არავინ არის ბატონი ზვიადი დაზარალებულია და გამოკითხვაზეც არ არის, ჯერ 2 საათზე მეტია გასული. გადაყვანილი ხო? არანაირი ყვითელი ლენტი, არანაირი ექსპერტიზა. სისხლი მოწმენდილია, დივანი, რომელზეც სისხლია, ხალხი ხდება მოძრაობს. შეხელია შეგვიშალოთ ძალიან. რითი გიშლით ხელს? გავძაბეთ უნდა ყველაფერთაგანი გარეთ. რატომ უნდა გავიდეს გარეთ? საგამოძიებო მოქმედებები სისხლის კვალი 3 საათის დაგვიანებით. სისხლის კვალი მოწმინდეს სისხლი. ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, პაციენტი გმუზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური, ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე და თავის ტვინის შეკევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავისი სურვილით დატოვა კლინიკა. ამ მომენტისთვის ჩვენთვის უცნობია ჯგუფური თავდასხმის ფიგურანტების ადგილსამყოფელი, როგორც არაღიარებული პარლამენტის დეპუტატების დიმიტრი სამხარაძის, რომელიც ინიციატორად სახელდება ამ თავდასხმის, ასევე ვარლამ ლიპარტელიანის და აჭარის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი მანუელიძის. ცოტა ხნის წინ პარლამენტში ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიამ კითხვები დაუსვა ქართული ოცნების წევრს ვლადიმერ ბოჟაძეს, რომელიც დაპირისპირებას უწოდებს ამ ფაქტს და არა თავდასხმას, უარყოფს იმასაც, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება და საზოგადოებას და მედიას მოუწოდებს, რომ მის მსგავსად დაელოდონ გამოძიებას.
ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ძალადობა არის მიმოღებელი, ნებისმიერი ძალადობის ფაქტი არის დასაქმები, დაველოდოთ გამოძიებას. დაველოდოთ გამოძიებას. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშორება, მიწმეdes ბიზნე ივანიშვილის მხრიდან, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასწავლოში, დაველოდოთ გამოძიებას. არ ვიცი, დაპირისპირება ნახე. არა, მე არ ვისაუბრებ ჩემ თანამუნდელებთან, მე ველოდები გამოძიების შედეგებს. მიუხედავად იმისა, ვერაფერზე ვერ თანხმობდით გახარიასთან წასულში და სავარაუდოდ მომავალშიც ძალიან ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. ერთ რამეზე კი არის შესაძლებელი და შეთანხმება მიღწეულია. შეუძლებელია ივანიშვილს გაუვიდეს თავის. ივანიშვილს სულს რა, რომ ძალა იყოს ამ ქვეყანაში სიმართლე. ჩვენ სულს რომ სიმართლე იყოს ძალა. ეს ასეც იქნება. სოლიდარობა, რა თქმა უნდა, უცხადებ ყველას, მათ შორის ბატონ გახარიასაც, ყველას, ვინც არის მსხვერპლი ივანიშვილის ზონდერების. ყველას, ვინც იბრძვის დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმი დგას ძალმომრეობით ძალოვან სტრუქტურებზე, მოსამართლეებზე და დგას ქუჩის, ასე ვთქვათ, ჯგუფებზე, რომელიც მაგალითად მე დამესხა ხო ესეთი ადამიანი. ეს საკმარისი აღარ არის და უკვე პერსონალურად პოლიტიკური პირები არიან ჩართული ამ სისტემურ ძალადობაში, რომელს მაგალითი აჩვენონ. ეს ხო მათი სისუსტეა საბოლოო ჯამში, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის სისტემური ხასიათის ძალადობა, რომელსაც აქ ადგილი სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას და სახელი ამ ყველაფერს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს კაცი არის მოძალადე და ამ ადამიანის მოშორება ამ ქვეყნისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობა. აქამდეც როცა ნიღბიანები გვესხმოდნენ თავს პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, ეს იყო ივანიშვილის ძალადობა, ივანიშვილის მხრიდან დაგეგმილი და ივანიშვილის ხელკეტი იყო, რომელიც ხდებოდა როგორც მედიას, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს. ახლაც იგივეა, უბრალოდ ივანიშვილის ხელკეტად ახლა აღმოჩნდა დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანუელიძე. მე ახლახანს დავბრუნდი ბათუმიდან, ბათუმში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა, დევნა, ძალადობა, უკანონო დაკავებები მოქალაქეებისა და უნდა გვესმოდეს რომ დიტო სამხარაძეს ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი მანუელიძე არის ადგილობრივია. აჭარული ვერსია დიტო სამხარაძესი, ცეხავიკი, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მეგობარია, აზრი არ აქვს ქართული ოცნება რა სიტყვის და რას გაამართლებს. ეს არის სბროდი მოძალადეების, ეს სიტყვა ყველაზე მეტად უხდება, მოძალადეების სბროდი, რომელსაც აუცილებლად ფიზიკურად ვერ ასწდება პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის ის პატიმრობა, რაც ითვალისწინებს კანონის მიერ მსგავსი დანაშაული. როგორც მოისმინეთ, დილიდან არაერთი პოლიტიკური პარტია ეხმაურება მომხდარს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ გიორგი გახარიას, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. მათ შორის ასევე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ თავდასხმის ადრესატი ამჯერად გიორგი გახარიას გარდა არის ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოადგენს. ამ მომენტისთვის შემთხვევა მოხდა ბათუმში, სასტუმრო შერატონის პირველ სართულზე და შევახსენებ აქვე საზოგადოებას გვარებს ქართული ოცნების წარმომადგენლების, რომლებიც ამ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ და ეს დასტურდება თავად დაზარალებულების მხრიდან. დიმიტრი სამხარაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი მანუელიძე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომელიც მოითხოვს შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად იდენტიფიცირებას ყველა ფიგურანტი პირის, სრულფასოვნად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ დასჯას.